მოგესალმებით, რადიო პალიტრისა და პალიტრატივის ეთერშია ყველაზე საქმიანი გადაცემა, თქვენ უსმენთ და უყურებთ საქმეს, მე ემა ტუხიაშვილი გახლავართ. დღეს საქმეშია. აწარმოე საქართველოში ფარგლებში ბიოსაწვავის საწარმო შეიქმნება. პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს. ბიზნესის მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენაზე რეგულაციები მკაცრდება. ბიუჯეტ შემოსავლების ნაწილში 155 მილიონი დააკდა. მთავრობა ხარჯებს ვერ ითვისებს. ინვესტიციების მოცულობა კი მცირდება. რა შედეგები გვექნება წლის ბოლოს? პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში ბიოსაწვავის საწარმო შეიქმნება. საწარმო საგარეჯოს რაიონში 2015 წლის თებერვალში ამუშავდება. კომპანია Green Energy 2 წელიწადში ქვეყანაში ტექნოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა ხის გრანულების წარმოებას დაიწყებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს იქნება ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს შეშის მოხმარების შემცირებას. საწარმოს მშენებლობის დასაფინანსებლად 160,000 ამერიკული დოლარის შეღავათიანი სესხი TBC ბანკმა გასცა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 185,000 ამერიკული დოლარია. პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად ჩამოწერას დაექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება. თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება. 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დაურიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა. აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება. საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადება მათთვის, ვის საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5,000 ლარს. ბიზნესის მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენაზე რეგულაციები მკაცრდება. იმ კომპანიებს, რომლებიც სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენაზე უარს იტყვიან, სანქციები დაეკისრება. ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს და კანონთა პაკეტის ცვლილებების ინიცირებით პარლამენტს ოქტომბერ-ნოემბერში მიმართავს. კანონი, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის სხვადასხვა ტიპის სტატისტიკური მონაცემების წარდგენას დაავალდებულებს, სავარაუდოდ 2015 წლიდან ამოქმედდება. როგორც საქმეში ამბობენ, ბიზნეს კომპანიები ხშირად არ თანამშრომლობენ სტატისტიკის სამსახურთან, რის გამოც რთულდება ზუსტი ბიზნეს სტატისტიკის წარმოება ქვეყანაში. ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა. არ არის ათვისებული ხარჯვითი ნაწილი. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კი კლება შეინიშნება. მიმდინარე საკითხებზე სასწაულად გადაცემაში მოვიწვიეთ ექსპერტები დემურ გიორხელიძე, ლევან კალანდაძე. შევეცდებით მათთან ერთად გავარკვიოთ, როგორი შეიძლება იყოს საქართველოსთვის ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით მიმდინარე წელი, რა შედეგები შეიძლება მოყვეს და როგორ შეიძლება აისახოს ზოგადად ასეთი მაჩვენებლები ნებისმიერ ჩვენგანზე, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე. თემა საკმაოდ აქტუალურია, საკმაოდ საინტერესო, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ აქტიურად გადაცემის მსვლელობისა შემოგვიერთდეთ, დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 237 139 238 139, ისარგებლოთ ამ შემთხვევით და ჩვენ სტუმრებს პირდაპირ ეთერში დავუსვათ შეკითხვა თქვენთვის საინტერესო თემებზე. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენი სტუმრები. მიმდინარე კვირის განმავლობაში არ დაუკარგავს აქტუალობა ბიუჯეტის თემას. ინვესტიციებთან დაკავშირებით ცოტა უფრო ისეთი დიდი მეტი მოლოდინი მქონდა, რომ ეს თემა უფრო აქტუალური გახდებოდა, თუმცა რაღაც მაინც ეს თემა არ აიტაცა მედიამაც და არავინ დაინტერესდა იმით, თუ რამ გამოიწვია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კლება, ან თუნდაც მეთოდოლოგიაში ცვლილება, ჩემთვის მაგალითად სიახლე იყო ასეთი მეთოდოლოგია. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენი მსჯელობა, თქვენი შეფასებები ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. დავიწყოთ ბიუჯეტით. უკმაყოფილება არ დაუმალავს თვით ასე ვთქვათ უმრავლესობასაც, საპარლამენტო უმრავლესობასაც. რამდენიმე კომიტეტში მოხდა უკვე ბიუჯეტის შესრულების განხილვა, 6 თვის შესრულებას გულისხმობ და ისინი უკმაყოფილო არიან იმით, რომ მთავრობა ვერ ითვისებს ხარჯებს, რომელიც გეგმით იყო გაწერილი. რაში გვაქვს, რატომ მოვიკოჭლებს მთავრობა თუნდაც ამ თვალსაზრისით?
იცით მარტო ხარჯების ათვისებაზე გავაკეთებთ აქცენტს, იმიტომ რომ ხარჯების ათვისება არის მხოლოდ ერთი კომპონენტი შეუსრულებელი ბიუჯეტის. მთავარი მე მაინც მგონია, რომ ბიუჯეტისთან დაკავშირებული პრობლემები იწყება შემოსავლების ნაწილის შეუსრულებლობით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ სანამ საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად საბიუჯეტო პროცესი იქნება პოლიტიკური დოკუმენტი და პოლიტიკური პროცესი, მანამდე ბიუჯეტს ყოველთვის ექნება პრობლემები. ეს იყო 2013 წელს და ვამბობდით, რომ ეს არ იყო წმინდა რაციონალური ეკონომიკური გათვლებზე დაფუძნებული ბიუჯეტი და იყო ზედმეტად პოპულისტური, ზედმეტად ოპტიმისტური, ძირითადი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პიარული მომენტებით დატვირთული პოლიტიკური დოკუმენტი და აქედან გამომდინარე შედეგებიც 2013 წელს ნახეთ. ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, დემურიც, მეც, ჩვენი კოლეგები, ყველანი და მოუწოდებდით, რომ ის შეცდომები, რაც დაშვებული იყო 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის და განხორციელების დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემები 2013 წლის ბოლოში, ასე ვთქვათ, გამოვლინდა არასწორი ხარჯვითი პოლიტიკის გამო. არ გაემეორებინა 2014 წელს. სამწუხაროდ ეს ტენდენცია გაგრძელდა. პირველი, ბიუჯეტი ისევ ზედმეტად ოპტიმისტურად დაიგეგმა, ანუ ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტი იქცა, პოლიტიკურ დოკუმენტად ჩამოყალიბდა პოლიტიკური პიარული ელემენტებით დატვირთულ პოლიტიკურ დოკუმენტად წარმოგვიდგინა ხელისუფლებამ და ნაკლებად გაითვალისწინა ის კონკრეტული რისკ ფაქტორები, ეკონომიკური გამოწვევები, საფრთხეები, რაც 2012-13 წლიდან გამომდინარე 2014 წლის ბიუჯეტში დასახულება. შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ დღეს 6 თვის მონაცემებით გარღვეული გვაქვს ბიუჯეტის როგორც შემოსულობების ნაწილი, ანუ ვერ შესრულდა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი, შემოსულობების ნაწილი. ასევე ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ათვისების დროს. ზუსტად ეს ტენდენცია იყო 2013 საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით არის შესრულება და ამაზე მინდა დეტალურად ვისაუბროთ, მანამდე მსმენელი ყავს ხაზე. ნუ ვალოდინებ შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. მივესალმებით თქვენს სტუმრებს. მე ხარ რასაც გეტყვით ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც დავვრეკეთ თქვენთან სტუდიაში, მაგრამ ხა კონკრეტულად თქვენი სტუმრების აზრი უფრო მაინტერესებს. მაშინ რაღაც თქოს პასუხი ვერ მივიღე ის რაც მაინტერესებდა. რას გულისხმობ ხომ? ასოცირების რატიფიცირების შემდეგ ჩვენ ავტომატურად რუსეთის ბაზარი დაიკეტება, ხო, თითქოს რუსება განაცხადეს ეს. და მანავსანავ ჩვენ რუსეთი ევროკავშირის 500 მილიონი ეგრეთ ბაზარზე როგორც ჩვენ გვეუბნებიან გავალთ, არა უნდა გავიტანოთ. ამისთვის არის საჭირო 5-დან 7 წლამდე მინიმუმ ჩემის აზრით, როგორც ამ სპეციალისტები აღვნიშნებენ და საკმაოდ დიდი თანხები. ჩვენ ეს პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეთ იზოლაციაში და ის სოფლის მეურნეობა თუ მოსახლეობის 50% სადაც არის დასაქმებული და წესრთველი იყო თუ ციტრუსი თუ ხილი რაღაც შეიძლება იქნება მოსახლეობამ. აი ეს პერიოდი როგორ უნდა გადავიტანოთ? ან ამისთვის რა სამზადის ხედავენ ბატონ დემური? აი თქვენი აზრი მაინტერესებს და მეორე სტუმარი გვიანჩავთი არის ვინ? ბატონ ლევან კალანდაძე გახლავთ მეორე სტუმარი. მიროსამი ბატონ ლევანს. აი ბატონ ლევანის და ბატონ დემურის აზრი მაინტერესებს ეს პერიოდი როგორ წარმოუდგენია ჩვენთვის? ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ეს არ არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, თუმცა თქვენს ინტერესს ვითვალისწინებ და მე თვითონ მოგიწოდეთ მსმენელსა და მაყურებელს, რომ ისარგებლოთ ამ შემთხვევით და ჩვენ სტუმრებს დაუსვათ შეკითხვა, რათა მიიღოთ კომპეტენტური პასუხები და მოსაზრებები. კარგი, გავცეთ მაშინ, გადავხვიეთ ცოტა თემას და გავცეთ პასუხი შეკითხვას. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ ის აღთოვანება და ტაშპანდური, როცა შენეს ხელშეკრულება გაძლევს პერსპექტივაში საუკეთესო შანსს გახვიდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოცულობით ბაზარზე, მაგრამ ამისათვის ბატონმა ბრძანა 5-7 წელი, ჩემი გათვლებით 7-10 წელია საჭირო, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებით სრულად ვისარგებლოთ, თუ კი ეს იმ გზას დავადგებით, რომ ქვეყანა მოვამზადოთ ამისთვის, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა იყოს, ინსტიტუტები მუშაობდეს, პოლიტიკური რეფორმა განხორციელდეს, განათლების რეფორმა, ვინ უნდა შექმნას პროდუქცია, რომელიც ამ ბაზარზე გავდა
ევროპის განებირებული ძალიან მაღალი მწყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებელი შეიძენს ინჟინრებმა, ტექნოლოგებმა, მეცნიერებმა და ასე შემდეგ. სად არის ეს განათლება? ასეთი რესურსი ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს ასევე საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით ჯერჯერობით არავის არ ჭირდება ამ ქვეყანაში, მიდის ეროზია, ცვლა არ იქნება და რა სიხარულია ვერ გავიგე. პროდუქციას ქმნიან ადამიანები, თუ ჩვენ გვინდა კიტრით და პამიდორით გავაკვირვოთ ევროპა, ან ღვინით არანაირი პერსპექტივა არ არის, რაღაც პატარა პარტიები იქნება. თხილი ყოველგვარი ასოციაციის გარეშე გადიოდა. ღვინოც მე რამდენადაც ვიცი. პატარა პარტიები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ევროპის მოხმარების გემოვნებას ვერ შეცვლი იქ. ხო, არა, ეს სხვა საკითხი, ბარიერები არ არსებობდა ღვინის ევროპული გატანის. ღვინო სხვა რამეა, ქართული სხვა რამეა, ხო? ამიტომ ხარისხის სტანდარტების, ტექნიკური პირობების, ინფრასტრუქტურის შექმნა, თავარი რაც არის, როგორ უნდა გაიტანო იმ ბაზარზე პროდუქცია, თუ ცადა დედამიწა პირობებში ცხოვრობა ფერმერი ქართველი რა მდგომარეობაშია, ევროპელი ფერმერი, ევროპელი ბიზნესმენი რა მდგომარეობაშია, ქართველი ბიზნესმენი რა მდგომარეობაშია, სახელმწიფო პოლიტიკა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, სამართლებრივი ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი ერთი. ამიტომ ცხადია პრობლემები არის ჯერჯერობით ჩვენ ვერ ხედავთ, აი კიდე გავა თვეები, მე ვამბობ ამას და არასდროს დავიმალავს, მე ძალიან დეტალური ანალიზი გავაკეთე ამ ხელშეკრულებისა. ეს არის შესანიშნავი ხელშეკრულება თუ ამ მიმართულებით ივლი, მაგრამ არანაირი საფუძველი დღეს სიხარულიც არ გაქვს, იმიტომ ქვეყანა რომელიც დაკიდებულია იმპორტზე, არ შეიძლება ევროპულ ბაზარზე გასვლის სიხარულს გრძნობდეს, რითი უნდა გახვიდე, ვერაფრით. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჯერჯერობით შეიცვალა მხოლოდ საშეღავათო რეჟიმი, ის რაც SNG-ს ფარგლებში იყო და დარჩა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტარიფების ბადე და ამდენად არანაირი ცვლილება სხვა მხრივ არ არის. ეხლა პოლიტიკური რადიკალური შეფასებები არ ნიშნავს თუ არა ავტომატურად ევროპულ ბაზარზე შესვლა რუსეთის. რა თქმა უნდა არ ნიშნავს, ჯერ ერთი მოდით ასე ვთქვათ, რუსეთშიც საქართველო იმპორტიორი ქვეყნების ათეულში ჩაჯდა უცებვე და საქართველოს მონაცემებს თუ დააკვირდით, რუსები უკვე ხუთეულში ფიგურირებენ, მათ შორის ინვესტიციებშიც. აი ბოლო კვარტლის მონაცემებით ხუთეულში რუსეთიც არის, ჰოლანდია პირველ ადგილზე, არის ლუქსემბურგი, კიდევ არის შეერთებული შტატებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ესე იგი აქტივიზაცია რაიმე არ არის. ინვესტიციების მხრივ თქვენ კარგი აქცენტი გააკეთეთ, ძალიან ცუდად არის საქმე. ბატონ დემო რა აუცილებლად ამაზე ასე რომ პრობლემები ძალიან სერიოზულია. რაშია პრობლემა? მოდით მთავარ საკითხს დავუბრუნდები. ეკონომიკის განვითარების დაბალი ტემპი, დაბალი ეკონომიკური აქტივობა, ათასობით ადამიანის შეუძლებლობა დაიწყოს დამოუკიდებელი ბიზნეს საქმიანობა, იმიტომ რომ კვლავ ცენტრალური პრობლემა მოუგვარებელია ქვეყანაში, ფული შიმშილია, ფული არ არის. ფული რომ არ არის და პირიქით რო გვესმის შენ რომ თურმე ფული ბევრია და პროექტები არ ყოფილა, ხო, მავნებელ შეუძლია ამაზე ლაპარაკი. ჩვენი ეკონომიკა გადის 27 მილიარდ 300 მილიონზე წელს თუ შევასრულეთ ყველაფერი. ფული რომელიც ემსახურება ამ ეკონომიკას ბოლო მონაცემებით M3 რასაც გვაქვს ფართო ფული ხო არის 10 მილიარდზე ცოტა მეტი ლარი. ეხლა მითხარით როგორ უნდა მოემსახუროს 27 მილიარდიან ეკონომიკას 10 მილიარდი ლარი, როცა მსოფლიოში ყველა ქვეყანაში დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტი და ფულის მასა ერთნაირი. აი, სად უშვებს მთავრობა შეცდომებს ამაზე მინდა ვისაუბროთ, თუმცა მანამდე მსმენელი ყავს, ბატონი დემურ, შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ბატონ დემურს მინდა ერთი ასეთი შეკითხვა დაუსვა, რომ ცნობილია, რომ ქართული ოცნების ყველაზე მთავარი დაპირება იყო, რომ მათი მმართველობის მე-4 წელი, სადამდეც დაგვრჩა 1 წელი, იქნება საუკეთესო და იქნება ამ ქვეყნიური 64, ვიცით, რომ მათ ლიდერს მატერიალისტია და იმ ქვეყნიური 64-ის არ სჩერა და
იქნება ეს 64, არ იქნება, კოჭებში ეთყობა ამ მთავრობას, არ ეთყობა, მისი პროგნოზი გვაინტერესებს, რომ ეს წელიწადში დადგება ეს 64 თუ არ დადგება. ამ ქვეყნიური მაგ რა თქმა უნდა მხედველობა. დიახ, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ეს კითხვის კატეგორიაა გვეშველება თუ არა. მე მგონი ერთადერთი ბატონ კახი კახაძე ის ბატონ კახის როცა შევხვდი მაშინ უთხარი რომ როცა მეკითხებიან ამას მე ადრესაც ვუნიშნებ რომ ერთადერთი კაცი ვინც იცის გვეშველება თუ არა ბატონი კახი არის თქო რაც შეეხება კითხვა ძალიან საინტერესო კითხვა არის დაპირებები რაც გაკეთდა თუ პოპულისტურ ნაწილს გამოვრიცხავთ აბსოლუტურად გათვლილი იყო და ყველაფრის რაც თავის დროზე ივლისში პირველად გააჟღერა 2012 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილმა ეს იყო იმ გაანგარიშებების საფუძველზე რომელსაც სწორი სტრატეგიის შემთხვევაში მიღწევადი იყო და არაფერი ჰაერზე არ თქმულა იქ ზოგჯერ დამახინჯებულად ამბობენ მაგრამ მე პირადად ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი ეკონომიკის სოფლის მეურნეობის და ძალიან კარგად ვიცი რა ციფრები გავთვალეთ რაც შეეხება ემაც მე 2013 წლის თებერვალში თავისუფლება მივეცი დამეწერა იმიტომ რომ აშკარა იყო ჩემთვის რომ 2013 წელს ეკონომიკა 2.5-3%-ზე მეტი ვერ იქნება ზრდა, იმიტომ რომ ყველა პარამეტრი ჩანდა. მე ახსოვე წლის დასაწყისში თავისუფლება მივეცი, რომ არაფრით უკეთესი 2014 წელი 2013 წელზე უკეთესი არ იქნება. ეხლა შემიძლია დღეს გითხრათ უკვე ყველანაირი მონაცემის კრიტიკული ანალიზისა და ჩემი პასუხისგებლობით, რომ 2015 წელი ასევე არაფერი არ იქნა თუ უარესი არ იქნა. ამიტომ 2004 წელს დაპირებული 64 ვინც ეს გააკეთა, ფიქრობ რომ სამომავლოდ უნდა იქნას გადადებული, თუმცა 64-ის კონცეფცია მე მაინც მყარი არ მგონია, იმიტომ რომ 64-ში შესვლა პრინციპში ეკონომიკისთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ჩიხი, ლოგიკური ჩიხი, იქ არც განვითარება, არაფერი, მხოლოდ ჭიკჭიკია და ნეტარი ცხოვრება. და ნეტარებაზე საუბრით დავასრულოთ გადაცემის პირველი ნაწილი, რეკლამაზე უნდა გავიდეთ, დაგველოდეთ გადაცემის მეორე ნაწილში დეტალურად განხილვა იმისა, ექსპერტული მოსაზრებების უშუალო მთავრობა შეცდომებს. გადაცემა საქმე პირდაპირ ეთერში დაბრუნდა დემურ გიორხელიძე, ლევან კალანდაძე არიან ჩვენი სტუმრები. ჩვენი ძირითადი თემა გახლავთ პრობლემები ბიუჯეტში, პრობლემები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ხარჯებში. თუმცა არ ვართ შეზღუდულები სხვა თემების კომენტირებისგანაც, შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ გადაცემის სრულობისას დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 237-103-9, 238-103-9 ისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენ სტუმრებს თქვენთვის საინტერესო თემებზე, ბუნებრივია ეკონომიკა და ბიზნესზე დავუსვათ შეკითხვები. ბატონებო, რა სად უშვებს მთავრობა შეცდომებს? მთავრობა შეცდომას უშვებს იქ, რომ უპირველესი მთავარი არის ის, რომ მას არ გააჩნია ეკონომიკური პოლიტიკა. ის ყველაფერი, რაც კეთდება, არის წმინდა ემოციურ ფაქტორებზე დაფუძნებული და წმინდა პოლიტიკური საჭიროებებიდან, საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური გუნდის საჭიროებებიდან გამომდინარე. არ ვიქნები ობიექტური, რომ არ ჩაგეკითხოთ, აი თქვენ ამბობთ, რომ ეს არის, დავუშვათ, შეცდომას უშვებთ, რომ მისი ყველა ნაბიჯი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეიძლება ითქვას. პოლიტიკით არის ნაკარნახევი ის რომ დავუშვათ მთელი ეს სუბსიდირება ხდება იაფის ესხის შეღავათიანი აგროსესხის პროგრამა ამის გამო ძალიან ბევრი მოდით ასე ვთქვათ უფრო გასაგებად ვიტყვი და მარტივად ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის ჩვენ გსურს დავხარჯოთ იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე შეგვიძლია გამოვიმუშაოთ თანხა შესაბამისად როცა ასეთი პრიორიტეტია საბიუჯეტო გვინდა იმაზე მეტის დახარჯვა ვიდრე გვაქვს ეს რაღაცით უნდა დაბალანსდეს 2013-2014 და შემდგომ 15 და 16 წლებში ბიუჯეტში აი ეს დეფიციტი მნიშვნელოვნად იზრდება და შესაბამისად საქართველოს გარდა სხვა მანკიერი პრაქტიკებისა გახდა ვალზე ორიენტირებულ და ვალზე დამოკიდებულ ქვეყანად მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ეგრეთ წოდებული მშპ ზრდის უზრუნველყოფა რაც თავისთავად შესაძლებელია გადავიდეს კეთილდღეობის ხარჯში და კეთილდღეობის სახით იგრძნოს თითოეულმა ადამიანმა
სამწუხაროდ ისევ და ისევ სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის ხარჯზე, ანუ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ეკონომიკის ხარჯზე ხორციელდება და არა ბიზნესის ხარჯზე. ანუ ბიზნესზე ორიენტირებულობა დარჩა იმ ლამაზ ფრაზად, რომელიც წინასაარჩევნო და გასული წლებიდან გვახსოვდა. რეალურად ბიზნესის განვითარების, ინვესტორისთვის კომფორტული გარემო შექმნის თვალსაზრისით რეალურად არაფერი ხდება და თქვენ ახსენეთ ინვესტიციები და ფაქტია რომ მეორე კვარტალში დაფიქსირდა 151 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. 2006 წლის შემდეგ ხას უსვამ. 2006 თვის შემდეგ ასეთი დაბალი კვარტალური ინვესტიცია საქართველოში არ ყოფილა. თუმცა საქსტატი აქვე ამბობს რომ გაიზარდა ბატონო. და პრაქტიკულად ეს ნიშნავს რომ საინვესტიციო პოლიტიკა ჩავარდნილია საქართველოში. საქსტატი ამბობს რომ ინვესტიციები გაიზარდაო და ცდილობს გარკვეული манипуляციებით შეალამაზოს. კარგად გვახსოვს ეს წინა ხელისუფლებიდან, იმის წინა ხელისუფლებიდანაც ასეთი ასე ვთქვათ გალამაზებები ფასადური. თავისი დათვლის მეთოდოლოგია ინვესტიციებში მე პირადად არ მახსოვს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქსტატს ამ შემთხვევაში შეცდომა არ დაუშვია, საქსტატმა მეთოდოლოგია არ შეცვალა და აი ეს არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ცხრილი. უბრალოდ ცხრილში ასახული ტენდენცია ინვესტიციის შემცირების საქსტატს ტექსტში აღარ აუწერია. საქსტატმა თქვა რომ ხელისუფლებამ პირდაპირ თქვა, ხელისუფლებამ მიიწერა TBC ბანკის მიერ მიღებული განხორციელებული საპორტფელო ინვესტიცია ლონდონის ბირჟაზე აქციების განთავსების ჩათვლით. ესეთი მეთოდოლოგია არ არსებობს, მეთოდოლოგია არ შეცვლილა. უბრალოდ ხელისუფლებამ ასე ვთქვათ პოლიტიკური განცხადება გააკეთეს რომ თითქოს ინვესტიციები საქართველოში არ შეცვლილა. ფაქტი ხომ ერთია, ვერ გავექცევით ვერსად რომ ბიზნესზე პოლიტიკური წნეხი მოიხსნა. შედარება არ შეიძლება იმ ვითარების რაც არსებობდა. ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ბიზნეს განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა შეუქმნა და არა რაშია ხა მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ მთავრობამ დღემდე ვერ გაარკვია ის, რომ სისტემური კრიზისია ქვეყანაში, ეს არის კვაზისაბაზრო ეკონომიკა, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ, ყველაფერი სადღაც წყდება არა ინსტიტუტების დონეზე, სადღაც გავლენიანი ადამიანები წყვეტენ რაღაცებს. ამიტომ, როდესაც ასეთი სიტუაცია არის, ამ კრიზისის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სისტემური მიდგომით, კომპლექსურად. შენ კარგად უნდა გეცმოდეს ყველა დეტალი იმისა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შედეგზე გახვიდე. რატო არაფერი არ გამოსდის მთავრობას? ჩავარდა მთლიანად სოფლის მეურნეობის ის ფსევდო პროგრამები, რომელიც დახვნისა და რაღაცა ასეთი თითქოს სესხები თქვენ ახსენეთ აქ და თითქოს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შედაპროდუქტში გაიზარდა მნიშვნელოვნად როგორც ვიცი. ნუ ეს იმიტომ რომ ფული ჩაასხა. მხოლოდ ეფექტი აქედან ეფექტი არის ნულოვანი. ვერ ამუშავდა ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ყველგან ქვეყანაში მუშაობს, არის სტარტის ბიზნესის დაწყების, სადაც 10,000-ობით ადამიანია მომლოდინე იმისა, რომ ეხლა ისეთი მოთხოვნები, ისეთ მახინჯ საბანკო სისტემაში, როგორც ქართულია, ლობი უზარმაზარი, რომელსაც ამ საბანკო სისტემა ყავს, 8 პროგრამებზეა საუბარი, ჩვენ არ უკვირდებით. არავითარი სახელმწიფო პროგრამა ბიზნესის ხელშეწყობისთვის არ ხორციელდება. აი რატომ მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა? თქვენ უნდა მიხვიდეთ ბანკში ბანკს უნდა მოელაპარაკოთ, ოპერატორი არის ერთადერთი, ბანკი გაძლევთ თქვენ საკუთარ ფულს. სახელმწიფო ამაში არ მონაწილეობს. ეს არ არის რაღაც ის მოქმედი მექანიზმი, როგორც თქვათ ევროპაში დააყენეს სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, როცა თქვათ რაიფაიზენ ბანკის ისტორია ვინც იცით, ის სწორედ სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად იყო პირველად გადადგმული. და რა მოგწევთ მთავრობამ, რაც არა აქვს? გავიგე, მაგრამ რაშია საქმე იცით, ამიტომ ცრუ წარმოდგენები იქნება. არაფერში არ მონაწილეობს მთავრობა, ბანკირი თვითონ წყვეტს, ვის მიცეს, ვის არ მიცეს სესხი, ძნელია ბანკის სახელმწიფო დონეზე აზროვნება მოთხოვს, ის თავის ფულს გაძლევს სესხად. ამიტომ ეხლა ერთადერთი მომენტი შემოვიდა, რომ თუ ბანკირმა გადაწყვიტა მისცეს სესხი ვიღაც ბიზნესმენს, მცირე საშუალოც არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ პროცენტის დაფინანსებას ის ფონდი გააკეთებს, რომელიც არის, ხო, ეს არის ძალიან დაბალ ეფექტ
ეფექტური. მე დავწერე და გავიმეორებ დღესაც, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკას ისევე მართავს ისეთი შეხედულებებით, როგორცაც ბანკის საკრედიტო ოფიცერის ფსიქოლოგია წარმოდგენებია. Რა თქმა უნდა, ბანკის საკრედიტო ოფიცერი ძალიან კარგი პროფესია და ის თავის საქმეს აკეთებს ოღონდ ბანკში. Როგორც კი ეს იდეოლოგია და ეს ფსიქოლოგია შენ გადმოგაქვს სახელმწიფო დონეზე, რომელიც განუზომლად დიდია თავისი მასშტაბით, ხომ ჩვენ ყოველთვის ვიღებთ არაეფექტურ შედეგებს. Აი ეს არის მთავარი ეკონომიკა არ ვითარდება მაღალი ტემპებით, პოლიტიკა ხელშემწყობი არ არის, აქტიურობა არ იმატებს რეალურად, თავარი სფერო, წარმოების სფერო არის გაყინული. დაგვიდით ბოლო ის უბადრუ 151 მილიონს, რომელიც ბოლო კვარტალში შემოვიდა. 101 მილიონი წავიდა ტრანსპორტში და კავშირგაბმულობაში. ანუ აწყობილ ბიზნესებში. გადამამუშავებელში უმნიშვნელო 265 მილიონი იყო პირველ კვარტალში. ესეც რომ იყოს წლის ბოლოს 4 კვარტალი 265 რო ყოფილიყო, ჩვენ გავდივართ სადღაც მილიარდ რაღაცას. Მთლიანი შიდა პროდუქტი, როცა შენი 16-17 მილიარდია, ასეთ ქვეყანაში 20-25% მთლიანი შიდა პროდუქტისა თუ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები არ არის და თუ შენი რესურსი მაქსიმალურად არ არის ჩაბმული ეკონომიკაში, ნახეთ რა შესაქმე 9 მილიარდამდე დეპოზიტი საქართველოში აბსოლუტურად უმოქმედოდ და გაჩერებული და არ ტრანსფორმირდა იგი პირდაპირ ეკონომიკაში სესხებად. ესეც რა ციბრალია? ესეც ბრალია იმისა, რომ ბანკებს ვერ დააკისრებს შენ ყველა პასუხისგებლობას. ისინი ფრთხილობენ, იმიტომ ხედავენ გაურკვეველი სიტუაცია, ამიტომ არ გასცემენ, ხომ? ამიტომ ეს პროცესიც შენი შეჩერებულია. ასეთ სიტუაციაში ეკონომიკური ზრდა საიდან უნდა იყოს? ნახეთ როგორია 100.4 მიათედით შესრულდა 6 თვის შემოსავლების გეგმა. მაგრამ შეხედეთ რა შესაქმე 78% შესრულდა სხვა შემოსავლების გეგმა. რაც თავისთავად არაბუნებრივია. ანუ საგადასახადო შემოსავლების შესრულება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ რეალური სექტორს სწორედაც რომ არ აქვს პრობლემები და გადასახადების რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს ხელისუფლება, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებული ვარ. მაგრამ ბიუჯეტი არ არის მხოლოდ საგადასახადო სტრუქტურას თუ შეხედავ შემოსავლებისა, გამოჩნდება რომ პრობლემებია. ახლა ხარჯებში ნახეთ ლევან შევაწყვეტინებ 100%-ით შესრულებული შემოსავლების გეგმა და 92%-ით არის ხარჯების გეგმა. ანუ 292 მილიონი ლარით დაგეგმილი 6 თვის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამები არ იქნა დაფინანსებული. ეხლა მითხარით რაიმე ლოგიკური დასკვნა თუ შეიძლება გავაკეთოთ, რაიმე გამამართლებელი ამცა, რა უნდა უპასუხისგებლობა, დაბალი პროფესიონალიზმი, არაკვალიფიციურობა, ესიც ის ნეპოტიზმა, ესიც ის ბიძაშვილი, მამიდაშვილი პარტიული მგენის მიყონა და მესამე მინისტრების შიშმა ლევანმა სწორად გადაწყვეტილებას არ იღებენ ელოდებიან ვიღაც როდის უკან მათ მაგიარ მიიღებს. ესე იგი ამიტომ არის როგორც ბიძინა ივანიშვილის მთავრობა იყო ძალიან არაეფექტური მართვის თვალსაზრისით, იგივე არაეფექტურია ეს მთავრობა. ფული გაქვს შეკაიკაცო, ისედაც გაჭირვებულია ქვეყანა, ადე 24 საათი ამუშავე ეს ფული. მით უმეტეს ბიუჯეტი გაქვს დამტკიცებული, რაღაც ტენდერების ორგანიზაცია ვერ მოხერხდა და ისეთი უსუსური რამე რა ვერ მოხერხდა შეკაიკაცო, ტენდერებს ატარებ, თორე ნამდვილ ტენდერებს ატარებ. ბატონო, თქვენ საუბრობთ სპეკულაციაზე მთავრობის გავაგრძელებ, იმიტომ ძალიან მარტივია, იმიტომ საგადასახადო შემოსავლების გარდა ბიუჯეტს აქვს სხვა შემოსავლები, მაგალითად გრანტებში 6 თვეში ბიუჯეტს დააკლა 52 მილიონი. სხვა შემოსავლების მუხტში 33 მილიონი. საშინაო ვალდებულებების ზრდაში დაგვაკლდა 10 მილიონი. საგარეო ვალდებულებების ნაწილში დაგვაკლდა 129 მილიონი. და შესაბამისად ასეთი მიდგომებით გვაქვს ის ხარჯვითი პოლიტიკა, რაზეც ბატონმა დემურმა ელაპარაკა. ეს 6 თვის შედეგები. ხა მე გეტყვით რომ 7 თვის შედეგები კიდევ უფრო უარესია. 9 თვის შედეგები რომ გამოქვეყნდება, ჩვენ პრობლემებს აშკარად დავინახავთ. უკვე ვეღარ დაიმახსოვრებთ.
ხადური ამბობს, რომ 8 თვის მონაცემებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისებას პრობლემები არ აქვს. გავაგრძელებ მაგას. 7 თვის ბიუჯეტში რა ტენდენციაა? 7 თვის შემოსულობებით 6 თვის გეგმაც კი არ არის ამ სამ კომპონენტში შესრულებული. რაც შეეხება 8 თვეს უკვე რამდენიმე დღეა რომ ჯიუტად ვითხოვ საქართველოს ხაზინისგან გამოაქვეყნოს 1 სექტემბრის მდგომარეობით ხაზინაში ნაშთები და ხაზინის ბალანსი. ანუ 8 თვის შედეგები. ხაზინა ჯიუტად არ აქვეყნებს. ახლა რატო არ აქვეყნებს? ამას მიხვდით თქვენ თვითონ. არა ეს ავტომატურ რეჟიმში დგინდება და 1 სექტემბერს 1 სექტემბერს ეს დადებული უნდა იყოს. რაც შეეხება 9 თვეს. 9 თვეს გვექნება ისევ გარღვეული ბიუჯეტი და ისევ დაუფინანსებელი ეკონომიკა. და მოხდება რა? ძალიან მარტივ ასე ვთქვათ სცენარს მოგაწვით. რაც იყო 2013 წლის ბოლოს. ბოლო კვარტალში მიმოქცევაში ფინანსთა სამინისტრო გამოუშვებს დიდ მასა ფულს. ეს გამოიწვევს ლარის დევალვაციას, იმიტომ რომ ბიუჯეტი აქვს დასაფინანსებელი. ლარის დევალვაცია თავისთავად გამოიწვევს და სტიმულირებას მოახდენს ინფლაციური პროცესების და ჩვენ მე ვსაუბრობთ რომ რატომ არ ვითარდება ეკონომიკა. ასეთი მიდგომებით ქვეყნის საფინანსო სისტემის გაუმართავებით ხდება არ მოვერიდები ამას. ქვეყნის ეკონომიკის დანგრევა. ამის მცდელობა იყო 2013 წელს, ამის პრეცედენტი იქნება 2014 წელს. 2013 წელს იმისთვის რომ უბრალოდ ეკონომიკა დაგვეჭირა, ჩვენ გავფლანგეთ, კიდევ არ მოვერიდები და გავიმეორებ. გავფლანგეთ ქვეყნის სავალუტო რესურსიდან, რეზერვიდან 400 მილიონი დოლარი. 400 მილიონი ჩვენ 2008 წელს არ დაგვიხარჯავს, როცა ომი იყო და ლარი იყო დასაჭერი და სტაბილურობა იყო შესანარჩუნებელი. რამდენი დაგვჭირდება 2014 წლის ბოლოს კრიზისული ბიუჯეტის არასწორად საბიუჯეტო პროცესის არასწორად განხორციელებიდან გამოწვეული საფრთხეების დასაჭერად სავალუტო რესურსი კაცმა არ იცის. ასეთი მიდგომები 2014 წელს კიდევ უფრო გავფლანგავთ და შესაბამისად როცა ვსაუბრობთ რა იქნება 2014 წელს, მე როგორც გონია 2014 და 2015 წელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფინანსური წელი და საბიუჯეტო წელი უკანასკნელი, არ ვიცი, არ ვთქვი 15 თუ არა 10 წლის განმავლობაში მაინც. მსმენელი ხასხასე ბატონ დემურ უკაცრავად არ დაივიწყოთ თქვენი სიტყვა, აუცილებლად მოგცემთ. მოგესალმებით, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონებო. გამარჯობათ ბატონებო, ძალიან სასიამოვნოა. ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენ ჭკვიან ადამიანებს უსმენთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ მარტო მოსახლეობა ვისმენთ მარტო თქვენს მოსაზრებებს, თქვენს არაჩვეულებრივ არგუმენტაციებს. ეს ჩვენ გასაგებია, მაგრამ მთავრობა ამას არ ითვალისწინებს და ისეთი აზრი გვრჩება ჩვენ მოსახლეობას, რომ არასოდეს არც გაითვალისწინებს, უბედურება ამაშია. და მე არ მესმის ახლა კი ბატონო, ხდება ეს ყველანაირად ანალიზის გაკეთება ასეთი ჭკვიანი ეკონომისტი მისგან რა ქვია პიროვნებებისგან, მაგრამ ნუ აი გამაგებინეთ შედეგი. ეს ხო პირველად არ ხდება ესეთი ჭკვიანურ თემაზე. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის ბატონ დემურ, ეს ის არის რაც მე უნდა მეკითხა. ჩვენ ახლა შევეხეთ და არის ცენტრალური პრობლემა საქართველოს სინამდვილეში, ფულის მასისა და კურსის პრობლემა და ის რაც ახლა ლევანმა თქვა, 400 მილიონი ჩვენ დავხარჯეთ აბსოლუტურად უაზრო პოლიტიკაში და შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ყოველგვარი ლოგიკის გარეშე უკანსვლა დაიწყო. ანუ ის რაშიც დაიხარჯა 400 მილიონი და ლარის ძალიან მყარი კურსი, რომელიც აუცილებლად მოითხოვს იმისთვის, რომ ეკონომიკაში სუნთქვა იყოს, ლარის დევალვაცია აუცილებელია. მე ამას თავის დროზე, როცა პროგრამის პრეზენტაციებს არჩევნებამდე ვახდენდით ბატონ ბიძინასაც, ბაში ხადური მასთან ერთად იყო, იმათ უხსნიდი, რომ თუ ეს არ გაკეთდება, არაფერი არ გამოვა ეკონომიკაში. ფული არ არის უბრალოდ. არ არის ფული. ასე არ იქნება არასდროს ფული. ეხლა მეორე, მავნებლური პირდაპირ ვამბობთ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ზის. იმისათვის, რომ პროფესიულ დონეზე იყოს საუბარი, მე სიამოვნებით დაუჯდებოდი მათ ერთ-ერთ ხელმძღვანელს და რას აკეთებენ თუ აგვეხსნიან. შეიძლება
როდესაც შენ აშკარად იცი, რომ ბოლო-ბოლო გამოაცხადე, რომ ლარის დევალვაცია არის აუცილებელი, გეგმაზომიერი, ვთქვათ, 1 წლის განმავლობაში, რომ ბიზნესი, კერძო პირი უნდა შეეგუოს ამას და ადაპტირება მოახდინოს, იმიტომ რომ ძალიან გადაფასებულია ლარი. ხან წაიყვან 30-40 პუნქტი ზევით, ხან წამოიყვან უკან. არაფერი გარე ფაქტორი, არაფერი საშინაო ფაქტორი არ ამოკეთდება. ეხლა რა არის, იცით, რატომ არ მუშაობს საქართველოს ეკონომიკა? იმიტომ რომ რომელიღაცა ძალიან გავლენიანი ჯგუფები ფულის კურსის თამაშზე ძალიან სოლიდურ ფულს აკეთებენ. თუ შენ იცი როგორ გაათამაშებ ამ კურსს და იცის ვიღაცებმა, ხო? რა საჭიროა ეკონომიკა? წარმოება რა საჭიროა? შენ ყავს მოსახლეობა, შენ ყავს 1.5 მილიონი საზღვარგარეთ გასული შენი მოქალაქე, რომელიც მილიონობით ფულს აგზავნის საქართველოში და შენ პარსავ მას, ჯერ აპარსავ ზევით, მერე ჩამოპარსავ ქვევით. მერე აპარსავ. მე არაერთხელ მithქვამს ჩვენ რო წესიერი საზოგადოება ვიყოთ და ჩვენი ხელისუფლება რო უფრო ესე იგი მყარი იყოს და ძალიან მართლაც განვითარებაზე და მოდერნიზაციაზე მუშაობდეს, ცალკეულ შემთხვევებში, ქმედებებში ქადაგიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა იქნას აღძრული. იმიტომ რომ ის რაც კეთდება, კიდე გეუბნებით, არ არსებობს შანსი საქართველოს ეკონომიკის ოდნავ მაინც გაუმჯობესებისა. არსად გარბი ვარ ამ ქვეყნიდან, ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ, აგერ გეუბნებით, არაფერი არ გამოვა იმ ფულად საკრედიტო პოლიტიკით, იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც არ არსებობს მთავრობის ხელში. მთავრობის ხელში და არა რომელიმე, იმიტომ რომ მთავრობაა დღეს მოქმედი და არა სამინისტრო, ცალკეული სამინისტროები მთავრობის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში უნდა მოქმედდეს. უნდა დავასრულოთ, გადავაცილეთ უკვე დროს, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. დემურ გიორხელი და ლევან კალანდაძე იყვნენ დღეს გადაცემა საქმის სტუმრები. სულ ეს იყო ამ დროისთვის, ხვალამდე გემშვიდობებით, გმადლობთ.